მოგესალმებით. ქორუმი გვაქვს. შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა. დღის წესრიგში ჩვენ გვაქვს ერთი საკითხი. გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. Так. დღის წესრიგი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი უმაღლეს განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში პროექტის განხილვა. მოხსენებელი საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზვიად გაბისონია. გთხოვთ ბატონო ზვიად. მოგესალმებით ყველას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ დაინიცირებულია უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის საკითხი. მთავრობამ წინა დღეებში უკვე დაამტკიცა კონცეფცია და შესაბამისად ჩვენ შემოგვაქვს პირველი პაკეტი რეფორმიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს რამდენიმე ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანას. აღნიშნული ცვლილებები ძალიან მოკლედ, რადგან პირველი მოსმენაა, ვეცდები რომ შინაარსობრივ ნაწილში განმარტოთ. პირველი საკითხი ეხება მართველი გუნდის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, რომ უმაღლეს განათლების მიმართულებით სწავლას ხვდით სრულიად უფასოდ. ეს გულისხმობს სრული დაფინანსების მოდელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში და პირველი ცვლილება ეხება სწორედ ამ ნაწილს. არსებული საგრანტო მოდელის ნაცვლად მოხდება ჩანაცვლება სახელმწიფოს მიერ სრული დაფინანსების ნაწილისისა, ანუ სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არსებული კვოტირების პრინციპის მიხედვით, მათ ექნებათ შესაძლებლობა სრულად უფასოდ ისწავლონ როგორც ბაკალავრიატის ასევე მაგისტრატურის დონეებზე. მეორე ცვლილება ეხება 3+1+1 მოდელის შემოტანას. მოგეხსენებათ, რომ დღეს არსებული მოდელის მიხედვით გახლავთ 4+2 მოდელი, რაც გულისხმობს 4 წლიანი სავალდებულო ბაკალავრიატის ნაწილს, გარდა რეგულირებადი მიმართულების პროფესიებისა, მაგალითად მედიცინისა და სხვა რამდენიმე პროფესიისა, ახალი მოდელი და 2 წელი მაგისტრატურა იცით, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრებულია პრაქტიკაში. დღეს არსებული მოდელის მიხედვით გადავდივართ 3+1+1 მოდელზე, რაც გულისხმობს ბაკალავრიატის დონეზე 3 წლიანი პროგრამების არსებობას და ეს არის ის ტენდენცია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში დღეს არის ძალიან გავრცელებული და აქ მე მგონი ოპონენტებიც არ გვეკამათებიან ამ ნაწილზე. გარდა რეგულირებადი მიმართულებებისა, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რეგულირებადი გულისხმობს როგორც 3 წლიან პროცესს, ასევე გულისხმობს 4 წლიან, 5 წლიან და შეიძლება 6 წლიან პროცესსაც მედიცინის მიმართულებას. მოგეხსენებათ, რომ სხვა ტიპის საგანმანათლებლო მოდელი გააჩნია. ევროკავშირში არსებობს სპეციალური დათქმები რეგულირებად პროფესიებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გვაქვს სრული თანხმედრა ამ ნაწილშიც. რაც შეეხება 1+1 მოდელს, ესეც გახლავთ ძალიან საინტერესო მოდელი, რომელიც გახლავთ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში გავრცელებული და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მოდელს ძალიან შეესაბამება. მაგალითად საფრანგეთი და იტალია შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ. 1+1 მოდელი გულისხმობს 1 წლიან მაგისტრატურის პროგრამის არსებობას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც სტუდენტი მოიპოვებს მაგისტრის სტატუსს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მას სურვილი აქვს რომ განაგრძოს მესამე საფეხურზე, გულისხმობს სადოქტორო პროგრამას, მას ექნება საშუალება დაიმატოს კიდევ 1 წელი შესაბამისი კრედიტების სახით, შეავსოს ბოლონიის პროცესით დადგენილი მინიმალური სტანდარტი 300 კრედიტის ოდენობით და მას ექნება საშუალება გადავიდეს მეცნიერებაში კვლევების ნაწილში, ეგრეთ წოდებულ PhD ნაწილზე, ანუ გულისხმობთ სადოქტორო პროგრამაზე. სადოქტორო პროგრამა აქაც ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, რომ თითქოს სადოქტორო პროგრამა გადაყვავს 1 წლიან მოდელზე, ანუ რა თქმა უნდა სადოქტორო პროგრამაზე რეფორმაში საერთოდ არ იყო საუბარი და ის რა თქმა უნდა რჩება მინიმუმ 3 წლის ნაწილში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ვამუშავებთ მოდელს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დოქტორანტურაზე გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყოს მოდელი, მაგალითად შესაძლებელია რომ კლასიკური მეცნიერული მოდელის PhD-ს პარალელურად გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული პრაქტიკული, ანუ ინდუსტრიული დოქტორანტურა, მაგრამ ამ ეტაპისთვის აღნიშნული ცვლილებები გათვალისწინებული არ არის. ეს მოდელი ეხება მხოლოდ 3+1+1 მოდელს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ ჩარიცხულ სტუდენტებს ეს არ ეხებათ და შესაბამისად ცვლილებები გულისხმობს სწორედ იმ დათქმას, რომ საგრანტო
პროგრამა ჩვეულებრივ გავრცელდება უკვე სტატუსს მოპოვებული სტუდენტების მიმართ ყველა მიმართულებით, მათ შორის კერძო უნივერსიტეტების მიმართაც არსებულ მოდელს გულისხმობთ ამ ეტაპისთვის, ასე რომ აქ არანაირი დამატებითი ცვლილება არ გვაქვს და არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება, ეს გახლავთ სტუდენტების რაოდენობის კვოტირების განსაზღვრის ნაწილის დელეგირება საქართველოს მთავრობაზე და ასევე სპეციალიზაციების ნაწილი, რომელზეც ნებათაღელვაც მოყვა, გულისხმობთ საუბარია ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპზე, თუმცა ეს არ არის მარტო, ანუ საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა ამ ლოგიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს გარკვეული ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეს არის ხაზგასმით სათქმელი, ლაპარაკი არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ხშირად აპელირებენ რაღაც კონსტიტუციურ პრინციპებზე, თუმცა ავიწყდებათ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საკუთრების უფლების ნაწილიც, ამიტომ აქ საუბარია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ნაწილში, მთავრობის დელეგირების ნაწილზე, ანუ მთავრობა განსაზღვრავს კონკრეტულ მიმართულებებს. დღეს არსებული პოლიტიკის მიხედვით განისაზღვრება ქვეყანაში ორი მიმართულება, თბილისი და ქუთაისი, რომლებიც არ განიხილებიან რეგიონული ტიპის უნივერსიტეტებად, ეს იქნება ორი პლაცდარმი აღმოსავლეთ-დასავლეთის ლოგიკით, რაც ჩვენი მოლოდინით განტვირთავს გარკვეული ტიპის დაწოლას თბილისის სტუდენტებთან მიმართებაში. თქვენ იცით, რომ დაახლოებით 85% თბილისის ტერიტორიაზეა თავმოყრილი სტუდენტების რაოდენობისა, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ რეგიონალურ განვითარებასთან ერთად მოხდეს გადანაწილება ამ ნაწილისა, ასევე რჩება, რა თქმა უნდა, ყველა ის რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ისედაც გვაქვს, მათ განესაზღვრებათ მათი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამები. თქვენ იცით, რომ მთავარი იდეა კვოტირებისა გახლავთ შრომის ბაზარზე ორიენტირებული კვოტების განსაზღვრა. დღეს არსებული პრინციპის მიხედვით ძირითადად ხდება პოპულარულ საგანმანათლებლო პროგრამებზე თავმოყრა სტუდენტებისა და სამწუხაროდ შემდეგ ის არ აისახება დასაქმების ნაწილზე. ანუ, როდესაც ამთავრებს პოპულარულ პროფესიაზე, ჭარბი დოზით ამთავრებენ სტუდენტების დიდი რაოდენობა და შემდეგ დასაქმების ავტომატური პრობლემა ჩნდება. რეფორმის იდეა გახლავთ სწორედ ის, რომ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე კვოტირების განსაზღვრის შემთხვევაში საშუალება გვექნება, რომ მოვახდინოთ არა, თქვათ, პოპულარული პროფესიების მიმართულებით ცვლა, არამედ ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით, რომელიც თანდათან პოპულარულიც ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ დროში გვინდა, რომ ეს ნაწილიც დავაჩქაროთ. ეს არის ის მთავარი იდეები, რა იდეებიც გვაქვს. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონულ დონეზე ცალკე განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ცალკე განვიხილავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დიდი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ აქ კითხვის ნიშანი საერთოდ არ დგას ამ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიმეორებს მიმართულებების და სპეციალობების განსაზღვრის ნაწილს, ეს კანონმდებლობის მიხედვით იქნება დელეგირებული საქართველოს მთავრობაზე და უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობა ამ შრომის ბაზრიდან გამომდინარე განსაზღვრავს შესაბამის მიმართულებებს. მადლობა. მაპატიათ ერთი ბოლო ნაწილი დამრჩა, კიდე ტექნიკური ნაწილია, გულისხმობთ ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციას. თქვენ იცით, რომ 2023 წელს სამინისტრომ განსაზღვრა ეგრეთ წოდებული ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის და შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტის განსაზღვრა. ჩვენ ამ მოდელზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, გვჭირდება გარკვეული ტიპის გადადება 2028 წლამდე, რადგან მოგეხსენებათ, რომ ონლაინ უნივერსიტეტის იდეა მოითხოვს ძალიან ბევრ ტექნოლოგიურ პარამეტრების დადგენას. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვართ და აქედან გამომდინარე იცით, რომ ძალიან ძვირადღირებულ ტექნოლოგიებთან გვაქვს საქმე. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეთიკური და ტექნოლოგიური სტანდარტები იქნას დაცული ნებისმიერი ონლაინ უნივერსიტეტის განხორციელების დროს. ასევე იქ ძალიან მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების საკითხებიც და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაწილიც, რომ არ მოხდეს გარკვეული ტიპის გადაცდომები, მათ შორის სპეციალიზაციების განსაზღვრასთან და სტუდენტების რაოდენობის და კვოტირების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის გამო ვითხოვთ ამ ნაწილში გადავადებას. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ზვიად. კითხვები თუ გვაქვს? კი ბატონო ზუგა. ზანეთ. მოგესალმებით ბატონო ზვიად. დიდი მადლობა. ასეთი ფართო წარდგენისთვის განათლების შესახებ. მოკლედ მე რა მაინტერესებს ახლა ბოლო პერიოდში ნახეთ ჩვენ რომ სპეკულაცია მიდის იმის შესახებ რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევა რაც არის ხო უფასო სწავლებას ჩვენი სტუდენტებისთვის თითქოს ჩვენი ოპონენტები
ამბობენ, რომ რამოდენიმე უნივერსიტეტში იქნება ეს უფასო სწავლება და დანარჩენი სტუდენტები თითქოს და დაიჩაგრებიან. აი კონკრეტულად მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტებზე რამდენი არის ეს და კერძო თითქოს როგორ აკეთებენ ეს შედარებას, რომ რაღაც 70 უნივერსიტეტიდან მხოლოდ 12 უნივერსიტეტში იქნება სწავლა უფასო და დანარჩენი სტუდენტები იჩაგრებიან. ამიტომ ეს ამის შესახებ მინდა პატარა განმარტება რომ გავაკეთოთ, რომ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ. მოდი დავაგროვოთ ბატონზე. მოგესალმებით მეგობრებო, ბატონო ზვიად. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ინფორმაციისთვის. ესე იგი ჩვენ მომსწრეები გავხდით ძალიან დიდი და ძალიან ქართული საქმისა, რასაც გვია ჩვენი სტუდენტების უფასო სწავლა განათლების მიღება. ესეთი მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი დამსახურება და დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ჩვენთაგან, თითოეულ გუნდის წევრს, ლიდერს იმისთვის, რომ ეს ზრუნავს ქართველ ახალგაზრდებზე და სტუდენტებზე და ეს მართლაც ქართული და ძალიან ეროვნული საქმეა მინდა გითხრათ. და ჩემი კითხვაც ბატონი ზუკას კითხვის მსგავსად მოიცავს ამ თემას. მაინტერესებს ეს ახლად ჩარიცხულ სტუდენტებზე გავრცელდება თუ არსებულ მდგომარეობაში დაუშვათ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რომ სტუდენტები იღებენ განათლებას, მათაც შეეხებათ ეს სწავლა განათლების უფასოდ მიღების ასე ვთქვათ განპროექტი. დიდი მადლობა. პირველ შეკითხვასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ 64 ავტორიზებული უნივერსიტეტი გვაქვს, აქედან 19 უნივერსიტეტია სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასში იგულისხმება როგორც თბილისში არსებული ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტები, თბილისის ივან ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო და შემდეგ ასევე რეგიონული უნივერსიტეტები და ასევე სპეციალიზებული უნივერსიტეტები, მათ შორის იგივე სპორტის უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. ყველა უნივერსიტეტი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფება და მათ აქვთ სიპის სტატუსი, ვრცელდება დაფინანსების ეს მოდელი. გამონაკლისი არ გახლავთ არც ერთი უნივერსიტეტი ამ ნაწილში, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტში ხაზგასმით ვამბობთ, სწავლა ხდება უფასო. აქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ გვჭირდება მაღალი ხარისხის აბიტურიენტების მიღება იმისათვის, რომ სწავლების ხარისხი მკვეთრად მოკლე დროში გავზარდოთ. აქედან გამომდინარე 19-ვე უნივერსიტეტში ისინი ვინც გადალახავენ შესაბამის ბარიერს საერთო ეროვნული გამოცდებიდან, აქ მოდელი საერთოდ არ იცვლება და აქაც გუშინ ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო, იმიტომ რომ სამწუხაროდ მოისმინეს ჩემი პასუხი ამოჭრილად და არ მოусმენიათ შეკითხვა, რაზეც იყო პასუხი გაცემული. აქ იყო შეკითხვა სრულიად სხვა ლოგიკიდან და თუ საჭირო გახდა მე უფრო მეტად განმარტავ, ასე რომ ვადასტურებ იმას, რომ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტშივე სწავლება იქნება უფასო. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ვიზე გავრცელდება და ვიზე არა, ეს ნორმატიულ აქტში პირდაპირ გვაქვს მითითებული. მომავალი წლიდან ვინც საერთო ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებს და სახელმწიფო უნივერსიტეტების შესაბამის პროგრამებზე მოხდება, ყველასთვის მასთვის იქნება 100%-იანი დაფინანსება, ანუ სწავლება იქნება უფასო. რაც შეეხება მიმდინარე ნაწილში, ამ ეტაპისთვის მსგავსი რამ არ განიხილება, იგულისხმება ის, რომ ამ ეტაპისთვის არსებული ნორმატიული ბაზა რჩება უცვლელი. უგუქცევითი ძალა არ ექნება, თუ რაიმე ცვლილებები არ მოხდა, რა თქმა უნდა, აგერ საპარლამენტო განხილვების დროს. აქ იგულისხმება ის, რომ დღეს ვინც ჩარიცხულია პირველი კურსიდან, მეორე, მესამე, მეოთხე კურსზე და სამაგისტრო პროგრამებზე, ყველა აგრძელებს, მათ შორის კერძო უნივერსიტეტებშიც, აგრძელებს საგრანტო არსებული მოდელით სწავლებას. მათ შორის ისინი, ვინც კერძო უნივერსიტეტში არიან გრანტით მოხვედრილი, სახელმწიფო მათ სწავლის დასრულებამდე აგრძელებს საგრანტო დაფინანსებით უზრუნველყოფას. შეკითხვები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზვიად, მართლაც მე ვერთდები ჩვენი მეგობრების სულისკვეთებას. ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა განათლების სისტემაში, მისასალმებელია. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანა დგას განათლებულ ადამიანებზე, განათლების გარეშე ვერ განვითარდება ქვეყანა და ზუსტად აი ეს თქვენი რეფორმა ესადაგება ამ სიტუაციას და ვფიქრობ, რომ ეს შედეგს გამოიღებს სულ მალე ეს განათლების რეფორმა, რაც არ უნდა თქვა ჩვენმა ოპონენტებმა დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც ფიქრობენ მაგას, რომ ეს არის ძალიან მეტად მნიშვნელოვანი რეფორმა და მისასალმებელია, რა თქმა უნდა, მთავრობის ეს გადაწყვეტილება. თუ ჩვენ არა გვაქვს კითხვები, მოდი მაშინ კენჭი უყაროთ ამ მნიშვნელოვან საკითხს.
ვინ არის მომხრე? ბატონო დავით, თქვენ თავი შეიკავეთ? აწიეთ, ხო, ძალიან კარგი. კი ბატონო. ხარდაჭერილია კომიტეტის ხდომა დახურულ